მოგესალმებით, ძვირფასო გამომწერებო და პოტენციალურ გამომწერებო, დაგიბრუნდათ აბსურდის თეატრი და დაგიბრუნდათ საკმაოდ საინტერესო თემით, კერძოდ საინტერესო სიახლეებით, რაც ბოლო პერიოდში ხდება პოლიტიკურ სივრცეში. ნამდვილად ბატონო გოგა. საინტერესო მეტამორფოზა განიცადა ქართულმა ოპოზიციამ და მთავრობაზე მეტად უკვე ერთმანეთს დააყარეს. კი. რას ცდილობს ამითი ოპოზიცია? ჩვენთვის ჯერ გაურკვეველია, მოდი ერთად ვიმსჯელოთ, დიდ არც გვიმსჯელია ცალკე. ვიფიქროთ იმაზე თუ რატო დაიწყო შეტევა ზოგადად ქალბატონ სალომე ზურაბიშვილზე და ბატონ გახარიაზე. კი ბატონო. კი. უფრო ზურაბიშვილზეა მე მგონი შეტევა როგორც ვიცი. კი. არა მარტო ამ თემებზე, ჩვენ ასევე ვისაუბრებთ ქართულ ოცნებაზეც, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ჩვენი მოუშორებელი ჭირია და სანამ ქართული ოცნება იქნება, სანამ არ რამეში გამოვიყენოთ. მოგვიწევს კი ბატონო, მასე საუბარიც და კერძოდ ალბათ უფრო ბოლოს ყველაზე აქტუალური თემა, რაც ქართულ ოცნებას ეხება, გარდა იმისა, რომ რაღაცა ლიწინით იღებენ კანონებს და ძალიან საინტერესო კანონებს და ამებს განვიხილავთ უკვე, როცა სამივე მოსმენით ოფიციალურად დამტკიცდება, ასე რომ ვთქვათ, სრული ვერსია გვექნება კანონის, კანონების უბრალოდ მესეჯ ბოქსების შემოყრას მაინც რო დაიწყებენ. კი, და მოქმედებას რო დაიწყებს ეს კანონი. მინიმუმ მაშინ და მაქსიმუმ უკვე მერე როცა უკვე მიიღებენ ამ უბედურ კანონებს. ხო და გარდა ამ კანონების აქტუალური ბოლო პერიოდში რაც ხდება, აგერ სულ რაღაც რამდენიმე დღის უკან დააყადაღეს ნანუკას ფონდი და გილაურის ფონდი, ანუ სხვილი ფონდები, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ საპროტესტო აქციებში და ზარალებული ხალხის ფინანსურ მხარდაჭერაში. რევოლუციას ვინც აწყობდა. ხო, ჭალებში რევოლუციას ვინც აწყობდა, ფეიერვერკებს ვინც ყიდულობდა და რაღაც ეგეთებს. შეუწყვიტეს დაფინანსების წყარო, ამ თემასაც შევეხებით, მერე დავიწყოთ, მოდი, რაც პირველი ვახსენეთ, ოპოზიციის მეტამორფოზით, როგორც შენ თქვი, ასე რომ ვთქვათ. და უფრო აუხსნათ ხალხს, მოდი, რა ხდება. აი ახლა სანამ დავიწყებ, მე ასპარეზს დაუთმობდი ბატონ ლევან ხაბეიშვილს. მისი ლეგენდარული სპიჩით. მართლა დაიღალა საზოგადოება, ერთიანობა ვიძახით, მათ შორის პოლიტიკური ლიდერები, ყველას რაღაცა ეგოები ვერ დაიკმაყოფილა ვერავინ. ხალხს თავპირს ალეწავენ, უამრავი ადამიანი ციხეშია და ვიღაცების ეგოს უნდა გადაყვეს ეს ქვეყანა. თავს ვიკავებდი სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ერთობა მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ არ დავაზიანოთ, ახლა გამოვიდა და ერთიანობა ყოფილა ცუდი, თუმცა დაგსაქსულობა ყოფილა კარგი და თუმცა ერთიანობა ყოფილა შემოგდებული თემა ბჭყალები და დაგსაქსულობა ყოფილა ქვეყნის ხალხის მოთხოვნა. მართლა რა სისულელეა. ხალხი მართლა დაიღალა კაცო. ერთმანეთთან ვერ ლაპარაკობენ. წარმოუდგენელია ეგოს გამო ადამიანი და პოლიტიკოსი არ ლაპარაკებოდეს და ეს უცხოელებიც გვიყურებენ, ხო? შიგნით ერთმანეთს თუ არ დაველაპარაკებით პირობითად. აბა მაშინ კოალიციური ხელისუფლება როგორ უნდა ყოფილიყო? ამიტომ იცი რა. ნახეთ რა არის ეს კოორდინა ამ უფრო მეტია საჭირო. ერთიანობა არის. ოღონდ მე ყველა ლაპარაკობს ერთიანობა საჭიროა. საქმეზე რომ იდგებ ერთმანეთს არ ელაპარაკებიან. აი ძალიან საინტერესოდ ჩამოაყალიბა ყველაფერი. სხვათა შორის სიმართლე ილაპარაკა ძალიან კარგად ჩვენ და გასაკვირად და სხვათა შორის რაც გაუჩინარდა და მაგის მერე გამოჩნდა იმ ცემის მერე ხაბეიშვილის მეტამორფოზად ძალიან თვალში საცემია. ოღონდ პროგრესისკენ მიდის ეს სხვებისგან განსხვავებით. იცი რა, ანუ მე მგონი უშველა იმან რომ პარტიის თავმჯდომარე აღარ არის. შეიძლება. პარტიის თავმჯდომარე რო იყო, ხო იცი, მასავით არის ხალხის ძალასავით რა. ოპოზიციაში იმიტომ გადავიდნენ რომ სიმართლე რო ილაპარაკო. ესეც გადმოვიდა იქიდან, რა ქვია, თანამდებობიდან და დაიწყო ჭეშმარიტების ღაღადი რა. და სალომე ზურაბიშვილზე მე მიფიქრია, ანუ რატომ აკეთებენ ასეთი ტიპის განცხადებებს და ვინ აკეთებს ასეთი ტიპის განცხადებებს და აღსანიშნავია ისიც ვახსენოთ, რომ ყველაზე დიდი აქტიურობით მე მგონი თუ არ ვწდები ერთადერთი პარტია რომელიც ესე აქტიურად თავს ესხმის ზურაბიშვილს. ეს არის ნაციონალური მოძრაობა. რატო კობერიძემაც ხო წაკმინა როგორც ვიცი? ხო, რაღაცები არის, მაგრამ აი აქტიურად გამოირჩევა ხაბეიშვილი, ბოკუჩავა, გუბაზი, სანიკიზე, რომელმაც პოლიტიკას თავი დაანება. ორიგინალი ნაცები რა. კი, აი ძირძველი რა, ესეთი. როგორც ხაბეიშვილმა თქვა კიდე ერთ ვიდეოში სხვათა შორის, ვიღაც ახლად მოსული პოლიტიკური ძალები ნაციონალობას იბარებთ. ჩვენ ვართ ნამდვილი ნაციონალებიო და
ნუ რაღაცა, ნუ იმას. არა, მაგრამ ასე თქვა რომ ნუ წინთო ნაცებს რო გეძახიან, იმიტომ რომ ჩვენო მაგარი ხალხი ვართ. ხო, დიახაც მე ამაყება რომ მენაც. ხო, რაღაც მომენტში მართალია, იმიტომ რომ ნაციონალურ მოძრაობას მართლა აქ ისტორია თავისი შექმნილი აქვს, დაწერილი აქვს და მარტო ცუდით ნუ გავიხსენებთ რა, მართლა კარგიც უკეთებია მაგ ხალხს. მაგრამ ხაბეიშოს არ აქვს არაფერი საამაყო, იმიტომ რომ ხაბეიშოს არაფერი არ გაუკეთებია კონკრეტულად მაშინ როცა ხაბეიშვილი მაგ პერიოდში, როგორც მე ვიცი, გადმოცემით იდგა და უბრალოდ პლაკატებს აფრიალებდა და მაგედან გაისმო სააკაშვილმა ზოგადად დაევასა დამყოლი ბიჭი აღმოჩნდა. ხო, ეფექტურად აფრიალებდა ახლა. ეფექტურად არ ვიცი, მაგრამ როგორც ჩანს მორჩილი კადრი აღმოჩნდა მიშასთვის და კარიერულ წინსვლასაც მიაღწია. ეფექტურზე გამახსენდა ხათაშვილის. ამ ბოლო პერიოდში ხوار მოგისმენია ხაზარაძეყას ამბობს. არა. ანუ მეც რაღაცა თითქოს ხმას არიღებს აი ამ ზურაბიშვილის თემასთან დაკავშირებით და აი უფრო აქტიურობენ ნეონაცები ესე რომ ვთქვა ჭყალებში, ანუ ახალი და ძირძველი ნაცები ესე რომ ვთქვა რა, მაგრამ ნეონაცებში არის ძალიან მთავარი ერთი რაღაც და ეს აუცილებლად უნდა ვახსენო. ნეონაცები 4-იანები ხო? ხო, 4 ნომრებს ვიძახი. ამ პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია ამ ბოლო პერიოდში აი საერთოდ გასულია მომსახურების ზონიდან რა, იმიტომ რომ მაგის ფიძე რო გადახვიდე, მნიშვნელოვანი დროს, აი ერთი ეს იყო ზუსტად აღარ მახსოვს, მგონი ხო, მე-100 დღე იყო საპროტესტო აქციების. და რაღაც ხალხი გარეთ იყო რაღაცა მთელი ამბები და პოსტი დაწერა რომ ჩემი წიგნებიო ისაც გათხოვეთ დამიბრუნეთო. ანუ იმდენად კონტექსტიდან საერთოდ სხვა სამყაროში ცხოვრობს და უნდა გადაიმეოროს ალბათ. ხო, ალბათ. და სადღაც ერთი კვირის მერე უკვე, აი ახლა რამდენიმე დღის უკან დაწერა პოსტი შეაფასა და დაარეითა და არეაქთა, ასე რომ ვთქვათ, ევროვიზიის სიმღერა. აუ, მაგაზე ვთქვათ ორი სიტყვა, ანუ ევროვიზიაზე ხო. აი, კოცები ხო სისხლელეს აკეთებენ. თავიდან ბოლომდე სიმღერა ვერ ვიტყვი რომ ოაზრო არა, ეგ სიმღერა უნდა იყოს რავი, რამე ეროვნულ დღესასწაულზე გაშვებული. ზუსტად. ხა ხორუმია, პატრიოტი ხალი გამოდის, პატრიოტი ჭყალებში ერთ არ ვიცნობ მაგ ადამიანს. მე ვიცნობ და არც პატრიოტი ადამიანია. ხო, ანუ თქვა, პატრიოტი ხალი გამოდის რაღაცა საქართველოს მაშინ მიყვარხარ მღერის, ხო? მაგრამ ევროვიზიის სიმღერა ეს არ არის. შეიძლება ანუ რამე გაათანამედროვო ქართული სიმღერა და გაიტანა ევროვიზიაზე, მაგრამ აი ასე სტატიკური სცენა, როცა ეს დგას და უბრალოდ უკან ხორუმს ცეკვავენ, იმას არ ვამბობ, რომ ცუდია. უბრალოდ არის კონტექსტიდან ამოვარდნილი. ხო, გათანამედროვება ვერ გამოვა, იმიტომ რომ თვითონ ევროვიზიის წესებში, რეგულაციებში წერია, რომ უკვე ნამღერი უკვე გამოსული მუსიკის გაშვება არ შეიძლება ასე რომ. სტილი გაათანამედროვეა, ანუ კი, მაგრამ ხო, ანუ აი ზუსტად რაც შენ თქვი, ეგეთი კომენტარი შეხვდა, აქტიურად ვადევნებ თვალს კომენტარებში, ვის რა პოზიცია აქვს და მithumetes ყავს კარგი ხმის პროდიუსერები, ისინი ესენი. ზუსტად. არ უჩივით მაგას. და ზუსტად ერთ-ერთი კომენტარი შემხვდა იგივე რაც შენ თქვი, რომ ეს არის მუსიკა, რომელიც შეიძლება 26 მაისს იმღეროს ამ მომღერალმა. და 26 მაისს რაღაც დამოუკიდებლობის დღე, ეროვნული დღესასწაული რაღაცა გამოდი იმღერა, მაგრამ ეს არ არის ევროვიზიის სიმღერა, ასე რომ ვთქვათ რა. თუ რომ ევროვიზიაში ჭირდება რაღაცა გართობა ის ეს რაღაცა და 20 და რა ვიცი, რამდენი წელია ევროვიზიაზე ვართ, რომელი წელიდან ვართ არ მახსოვს, მაგრამ 20 წელზე მეტია მე მგონი, თუ სწორად მახსოვს და არ მეშლება, ვერ ისწავლეს ქართველმა თმა პროდიუსერებმა სწორი სიმღერის შერჩევა. ვერ ჩაწუდნენ იმას, რა ჭირდება ევროვიზიას, რა არის ევროვიზიის ფორმატი. აი, რა დავაკვირდეთ, რა ხდება ხოლმე ისეთი. აი, შარშანდელი რაც მახსენდება, ეს იყო, აი ხალხმა რო აიტაცა მაგრეს, ევროპაპა რო იყო, ლურჯმენტი. ხო. ეგ იგებდა მე მგონი და გააძევეს, იმიტომ რომ რაღაც ისეთი ჩეპე მოუვიდა, ვიღაცასთან იჩხუბა და კიდე ის აიტაცეს, მანესკინი ქვია მე მგონი. ეგ არ ვიცი, მაგრამ ახლა წელს ეგ ევროვიზიას გამოდის თუ არა, არ ვიცი, მაგრამ ესპრესო მაკიატო რო არის. ხო. ეგ სიმღერა აქვს ატაცებული. მე მგონი ევროვიზიის სიმღერა თუ არ ვიცი. მეც როგორც მახსოვს კი. Mi amore, espresso macchiato, por favore. ხო და აი
აი რაღაც ეგეთი, არ არის აუცილებელი რომ გაიმარჯვო რა. აი ხალხში უნდა გახვიდე, ანუ ევროვიზიაზე იმდენი მაყურებელი ყავს, რომ აი რაღაც უნდა გაიტანო, რას ქმნია ახალს, ეს. მოდი ევროვიზიას თავი დავანებოთ ახლა. ხო, ორი სიტყვით ვიტყვი მაინც შევაჯამებ მაგ თემას, ამოუწყურავ, რომ ანუ ვერ ისწავლეს მართლა რა ფორმატი, რა ჭირდება ევროვიზიას, რა არის ევროვიზიო და სწავლესი ბერემდეო. და ამავდროულად ის უნდა ითქვას, რომ დელეგაცია არა, ну, ვინც პროექტზე მუშაობს, იმათმა განაცხადეს, რომ იქ რო რამდენიმე, ანუ ეს ხო კონკურსი ტარდება, შიდა შესარჩევი, ასე რომ ვთქვათ რა. იქ რაღაც კომპოზიტორები აგზავნიან თავიანთ მუსიკებს, იქ მომღერლები მიდიან, იქ არგებენ რაღაცა ვარიაციები გამოდის და აქედან ირჩევენ საუკეთესოს. და ამ მუსიკის შერჩევა მოხდა ეროვნული მოტივებით, ანუ საქართველოს ნიავო უიმე აკოლექციის ხეობაში ესეც ფაქტობრივად ძალიან ბმაში არის პოლიტიკასთან, ანუ თვად რაღაცა მოწყვეტილ რაღაცას არ განვიხილავთ ახლა ჩვენ, იმიტომ რომ ანუ ზუსტად ქოცური ნარატივი იყო რა, რომ ეროვნული რაღაცა კონსერვატიზმი, ეს მთელი ამები, ტრადიციები, ხორუმი რაღაცა. ხო, დნავ მაინც აზროვნებ, ამაზე უნდა მივხვდე, რომ ამ გოგომა ეს გოგო არ დაჯდა და არ დაიწყო წერა ეროვნული რა გავაკეთო, ანუ ქოცება დაწერეს მისცეს და იმღერო. კომპოზიტორი სხვა იყო ვაფშე. კომპოზიტორი სხვა იყო? კი, ანუ კომპოზიტორი ვიღაც სხვა ტიპთან დაწერა. ხო, მაგრამ რას ვამბობ, ეს სიმღერა უშუალოდ დავალებით არის შექმნილი და არა ინსპირაციით, იმიტომ რომ ევროვიზიისთვის ამას არავინ არ შექმნის. ხო და ძალიან ევროვიზიაზე რო გადავიდეთ ახლა, მე უბრალოდ სიტყვა უბრალოდ ლაპარაკი იქითკენ მიმქონდა, რომ ქოსები ხო უაზრობას აკეთებენ, სისულელი თავიდან ბოლომდე. მაგრამ რასაც ჩვენ რა ახლა მე რატომ მოვიაზრებ ჩემ თავს მაგაში, შენ, მაგრამ რასაც საზოგადოება აკეთებს, ეგ უფრო სისულელია და უაზრობა. რა სკულის მოგ. ანუ თავიდან ბოლომდე გადაერთვნენ ევროვიზიაზე. წავიდეს იმღეროს, რა ვიცი, არ მაინტერესებს, რაც უნდა ის უქნია. შენ რაც თავარია ის რატო გავიწყდება, ანუ მთავრობა მაგიტოა ცუდი რომ ევროვიზიაზე ამას უშვებს? არა, რა თქმა უნდა. მე ძალიან ბევრი ცუდი რაღაცა მახსოვს ქოცებისგან. უბრალოდ მარტო ეგ არა. შარშანუცა ბუზალაძე წაიყვანეს ეგ არისო ცუდი? ხო, რავი, ანუ ეგ რა. ანუ მე ყველაზე ცუდად რაც მახსოვს ევროვიზიაზე, ეს იყო საბავშვო ევროვიზიაზე გადიოდა გრიგოლ ყიფშიძე, ძალიან კარგი სიმღერით, ძალიან მაგარი შესაძლებლობების მქონე ბიჭი, იგებდა საქართველოში ჩატარდა თან ეგ ევროვიზია, საბავშვო ევროვიზია და საქართველოს რუსეთს დაუწერა 12 ქულა უმაღლესი შეფასება და ეს გრიგოლ ყიფშიძე გაიყვანეს გვერდით და უთხრეს რომ ბოდიშიო, მაგრამ შენ ქვეყანას ეგრე ჭირდებოდაო და საქართველოს წააგებინეს მაგ 12 ქულა იყო ერთ-ერთი გადამწყვეტი. ეგ არ ვიცოდი? კი, აი ეს დელეგაციამ დაწერა 12 ქულა რუსეთის მისამართით და არ მახსოვს მაგ წელს რუსეთთან მოიგო თუ არა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩვენსა და რუსეთს შორის სხვაობა გაზარდა მაგ 12 ქულამ მნიშვნელოვნად რა. ეგ არ ვიცოდი და ძალიან ერევ მომეშალა ახლა ამას. აი დაუბრუნდეთ თემას, იმიტომ რომ ქოცების სისულელეებზე საუბარი რომ დავიწყოთ, ერთი გადაცემა კი არა, 100 რო ჩავწეროთ არ გვეღო. მაგრამ მაინც ქართული ოცნების დაკვეთით დაწერილი სიმღერა და ამავდროულად პარტიული მომღერალი, ასე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ ეს გოგო ვინც არ იცით, დარწმუნებული ვარ, ბევრ მაიცით, ის რო ტარდებოდა რეგიონებში ხა კონცერტები, ყველა კონცერტზე აქ ნამღერი, მშვიდობა მინდა, რაღაც ეგეთები და პროგრამები სუიპოვე. ხო, აი კომიკური არის, რატომაც აიტაცა ხალხმა რა, მაგას გეუბნები, რომ სიმღერას ქვია freedom, ან თავისუფლება რა და ეხა კონცერტები რო თავისუფლებაზე მღერიან, თან თავისი პარტიული მომღერლით, ეგ ცოტა კომიკური არის ჩემი აზრით. და დაგწინიან რა. ინაიდან რაღაცებს მოვედეთ. თუმცა ამაზე ბევრი აღარ მინდა საუბარი პროსტა. აი ნარკოტიკის ლეგალიზებაზე და უბრალოდ გამკაცრებაზე რომ მიდის საქმე. მე ვიცი რასაც იტყვი. ხო და აი ბერას სიმღერა თუ კიდე დევს YouTube-ზე, მე მოვტვინე და ჩავწერე. სანამ წაშლის, მაგრამ ვერ გავუშვებ და თუ YouTube-ზე დევს, მაგის ლინკს აღწერაში დავტოვებ და მოусმინეთ და მაინტერესებს რომ რამე და ბერა როგორ გააправებს მაგას. კი, არა, ეგეც საინტერესოა. უნდა გავამკაცოთ, დავიჭიროთ პლანის მოწევაზე ხალხი. მაგ თემასაც ზოგადად შევეხებით მე უკვე ეს კანონების თემა რო წამოვა, მაგაზეც. ხო, მაგით თქვენ სუბუქა. ხო, რა, მაგაზეც ვისაუბრეთ, მაგრამ ეხა დავუბრუნდეთ, მოდი ისევ ოპოზიციის თემას რა. რა ხდება რეალურად? რა ხდება და ხდება ის, რომ ანუ ხაბეიშვილმა
გუბაზანიკიძე ბოკუჩაო იმან დაიწყეს სალომე ზურაბიშვილის მიმართ hate speech-ი ასე რომ ჩემი ასეთ რა ხდება იცი? ერთ-ერთი ვარიანტია მაქვს მე რომ ნაცები უბრალოდ ხელს აწმინდავენ ხოცებს კი არა და ზურაბიშვილს რა. რომ რამე იტყვიან რომ ჩვენ ამას გავყევით და ვერ გამოგვადგა რაღაცა ის რო არ გავყოლოთ არ გამოდიოდა იმიტომ რომ ხალხის მხარდაჭერა იმისკენ იყო რაღაც ესა და განტევების ვაცი გამოდის აი ეს მოხუცი ქალი. მე შეგახსენებ იმასაც და ხალხსაც შევახსენებ იმას რომ თავის დროზე დიდი ერთობა რო დგებოდა ეს 4 პროდასავლური პარტია რო იყურებოდა გაერთიანა და შეკრა ზურაბიშვილის დაწერილმა ქარტიამ და ვინც ხელი არ მოაწერა ქარტიას ყველა შერაცხეს აბსოლუტურად მოღალატეთ. არჩევნები რო დასრულდა, ხო? არჩევნები რო დასრულდა, ისევ იმას ამბობდნენ რომ ქარტიას პატივი უნდა უცეთ, ქარტიას უნდა გავყვეთ და თვითონვე არ ღვევენ ქარტიის წესებს ასე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ ანუ ფეხებზე დაკიდება არის ხა ქარტიისას და ზურაბიშვილისაც იმ სპიჩებიდან გამომდინარე, რასაც ესენი ლაპარაკობენ. არ ვიცი, რა ვიცი, ანუ ყველასე კარგად ამას განეხილავენ ხოლმე გირჩები და იაგოს ერთი ნათქვამი მახსოვს, რომ სალომეო მარტო მაგითოა პატივსაცემი ქალიო, რომ აი ამდენი იდიოტი მოაშორა პოლიტიკას. ძალიან საინტერესოა გავლენ თუ არა თვითმმართველობის არჩევნებზე. ეგ უნდა მეხსენებინა, ეხლა მეც ამდენი იდიოტი მოაშორა, ლოთქი მაგაზე გამახსენდა. ხო. თვითმმართველობის არჩევნებზე იდიოტი სალანძღავის სიტყვა არ არის, ეს ნიშნავს პოლიტიკა რო არ ესმის ადამიანს. ხო. ხო, ამ არხზე ყოველ შემთხვევაში. ხო, ჩვენ სუდი კონტექსტით არ ვიყენებთ. ნუ არც კაი კონტექსტი არ არის, მაგრამ სალანძღავად არ ვიყენებთ, ანუ ეს ეპითეტი უფრო არის ხო რა, სალანძღავის სიტყვა. ეგრე გამოდის. თვითმმართველობის არჩევნების ცალკე თემაა და მე ძალიან ველოდები მართლა მაინტერესებს რა მოხდება. მაგრამ ასე რომ ვთქვათ და შევაჯამოთ აი ეს ნაწილი ზურაბიშვილის თემა. ჩემი აზრით, შენ ხო შენი ვერსია თქვი, რომ ხელებს აწმინდავენო და მე მგონია ესეთი რაღაც რაც ხდება ახლა, რომ გავუვიდა ზურაბიშვილს ვადა, დააკვირდნენ აბა რა სიზავსო და რომ მიხვდნენ რომ მიჩუმდა და თავისუფლად დაჯდა და რაღაცა არ გამოდგა მოკლედ ბოლოს ადგნენ და რა ბოღმაც ჰქონდათ იმას ანთხევენ. ახლა რომ სააკაშვილი არ შეიწყალა. აქამდე ჩაყლაპული ჰქონდათ რა ეგ თემა. ეხლა და თან სააკაშვილის იქ ბრალი წარედგინა რაღაცებზე ისეს რაღაცა და გააქტიურდა სააკაშვილის პატიმრობის თემას და მით უმეტეს ამათმაც ნელ-ნელა უფრო მყარდები იმ მოსაზრებაში რომ კიდე კაი ოპოზიციამ არ გაიმარჯვა. ოღონდ იმიტომ არა რომ ქოცი ვარ. დამიჯერეთ ამათ რო გაემარჯვებინათ დაჭავდნენ ერთმანეთს ვადანდელი დაინიშნებოდა ისევ ქოცები მოვიდოდნენ და თან მორალური უპირატესობით. ხო რა აი ხო გეუბნებოდის თემა. ხო გეუბნებოდით, ხო გეუბნებოდით, აი ეგ იქნება. არ ვიცი რა გვეშველება რაღაც ახალი მოსაფიქრებელი ჩასანაცვლებლები არიან. ასე ერთმანეთში ვერ შეთანხმებულან ოპოზიციაში არიან და მთავრობაში რაც უკვე ძალაუფლებასთან იქნება კავშირი და ძალაუფლების გაყოფასთან, რავი. ჯერ გახარია შეჭამდა ნახევარს მარტო. ხო, მოდი ზურაბიშვილს ახლა ვერ ვიტყვი მაგას ალბათ და ზურაბიშვილმა რამე თქვა ისეთი, მე ვერ მოძებნე ვერ. არა არ ვიცი რატო გააქტიურდა ხო შვილის თემა. ანუ რამე ტრიგერი ხონდა ყოფილიყო, ანუ რა. მე მაგიტო ვაკავშირებ იმას სააკაშვილის თემას რა. სააკაშვილი ახლა რომ შეუფარდა, თვითონ მაგაზე დაიწყეს ლაპარაკი რა, ალბათ, რა ვიცი, ანუ არაფერი ახალი არ გაუკეთებია, არც გაუფუჭები, არც გაუკეთებია, იმიტომ რომ ჩუმად ზის რა. ეს პონტია ადამიანურ ბოღმას იგროვებს და უბრალოდ კიდე რაღაცას ვაწყინინებ და ყველაფერს ერთად ამოანთხევს. მოდი ჩვენ ვიყოთ კეთილები მაინც. მე ბოროტი არა ვარ ისე. და გულისხმიერები და სოლიდარობა გამოუცხადოთ სალომე ზურაბი. მე სააკაშვილს გამოუცხადებ. აი ჩვენ პრეზიდენტებს სოლიდარობა. ხო. მოდი ახლა ვისაუბროთ გახარიაზეც. გახარია არის ძალიან საინტერესო ფიგურა. ჩვენ გახარიაზე ვსაუბრობთ, რა ვიცი, რაც არჩევნო პროგრამების განხილვა დავიწყეთ და რაც ეს არხი არსებობს. ხშირად ვახსენებთ ხოლმე გაპრით მაინც გახარია. ეხლა პატარა ჩაჭრას გავაკეთებ. მიუხედავად იმისა, რომ მე გახარია. მოდი ასე ვიტყვი, არ მევასება. ძალიან კარგად აღწერს ეს სიტყვა, დიდად არ მომწონს, არ მიზიდავს ეგ ტიპი. მაინც ვაფასებ როგორც ძლიერ პოლიტიკოს. იმიტომ რომ ტიპმა შეძლო და 7% აიღო, ხო? 7-ზე მეტი 8-მდე მე მგონი თუ ანუ 7% აიღო, თითქმის არაფრით, ფული თითქმის არ დაუხარჯია, არაფერი, თავის ქარიზმა ის გამოიყენა ბოლომდე, ძალიან კარგად გაწერილი ქონდა. გახარიამ ჩახია ყველა ერთად.
გახარიამ გააკეთა ის, რაც უნდა გაეკეთებინა მთელ ოპოზიციას და გააკეთა ის, რომ ქოცი ამორჩევლები წამოიყვანა თავის. ზუსტად. და რა ვიცი, ძალიან კაი გააკეთა. მე არ ვამბობ, რომ კაი ტიპია, მთავრობაში რომ იყოს კაი კაცი იქნებოდა მეთქი, მაგრამ როგორც ოპოზიციონერი, ოპონირებას, რასაც ქვია ოპონირება გაუწიაო, აი მაგანქნა. ნაცებმა 10% დაკარგეს. 10 კი არა, დაჟე 15. ეს 10% იმათმა აახიეს ახლებმა, დანარჩენი 5%-საც წავიდა, არ ვიცით. 5% არ არის ცოტა რეალურად. 5% შეიძლება ესე ჟღერს 5%, მაგრამ 5%-ით ხალხი პარლამენტში შედის. არის და პარლამენტში შედის ბარიერი არის რა. ხო. რეალურად და გახარიაზე მეც ვიტყვი მაგას რა, რომ ეგ შეძლო რა, ეგ ძალიან კარგია, რომ ქოცებს წართვა ხმები. მაგაზე უნდა იმუშაო ოპოზიციას და ეგ არის არასწორი სტრატეგია. რომ ქოცებს ხმები არ წართვეს, იმუშავეს იმაზე ნაცებისგან როგორ წამოიღოთ ხმები ტიპებს რა და ეგ გამოუვიდათ იდეალურად. ახლებმა წამოიღეს ხმები, იქ ვიღაცა ლელომი, იმან ამან რაღაცა. მაგრამ ხო რა, ანუ ჩემი აზრით, აი მაგ 7 თუ 8%-დან 4-5 მაინც მინიმუმ იქნებოდა ქოცები. ყოფილი ქოცები, იმიტომ რომ მე არ მინდა რომ დავიჯერო და არც მგონია რომ ეგრე იქნება, რომ როცა პროპაგანდა მიდიოდა რომ აი 4 ოპოზიციური პროდასალური პარტია და ერთ-ერთს მიეცი ხმა და რაღაც ეგეთი ადგებოდნენ და როცა ოფციები ქონდათ ასე რომ ვთქვათ მაკოგომური და ესეთი ტიპები ვინც 20 ივნისში თავის თავზე იწვნიეს გახარიას გააფერადებდნენ მაინც და მაინც. კიდე ვინც აქტიურად გვადევნებს თვალს. პირადად ჩემი მოსაზრება ალბათ გეცნობინებათ რომ პარლამენტში შეხვალ უნდა დარჩე იქ. მაგრამ მე რაღაც მომენტში გამიჩნდა იმედი რომ შეიძლებოდა ბოიკოტით და რაღაცა აი ახლა მართლა იყო ეგეთი ისა ატმოსფერო რომ შეიძლებოდა ამ ყველაფრით რაღაც არაღიარების პოლიტიკა ისე ესა მაგრამ დატოვეს პარლამენტი მაშინ მე მახსოვს მე მგონი მეთქი ჩემი სიტყვები უკან მიმაქვს აი წავიდნენ ვაცადოთ რა მოხდება რა იქნება იმიტომ რომ მართლა რაღაც სუნი უდიოდა წარმატების მაგრამ საბოლოო ჯამში ვერაფერი ვერ მივიღეთ ამით ხო თუ დავაკვირდებით აი წეგანში რომ ახსენე ამ საუბარში არა მანამდე ახსენა რომ ამერიკის ელჩი შეხვდა კი ეგეც უნდა ვახსენო ქართული ოცნების წარმომადგენელს ანუ ეს იმას ნიშნავს რომ ნელ-ნელა დაიწყება ლეგიტიმაცია საერთაშორისო აქტორებიდან და ამავდროულად ჩვენი ოპოზიცია რასაკეთებს თავიდან ბოლომდე ტრამპის ლანძღვაზე არიან გადასულები ტრამპი სულ ჩათლახი ადამიანი იყოს ხო ამ შემთხვევაში მაინც უნდა ვეცადოთ რომ დავიჭიროთ კარგი ურთიერთობა და ეს ოპოზიცია იმდენად არის დეგრადირებული მართლა რა რომ იმაზე კი არ გააკეთეს აქცენტი რომ ანუ ცუდია რომ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენელი ელჩი შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრს ეგ კი არ თქვეს დადგნენ და იქ რაღაც პოლიტიკური კომუნიკაციის ექსპერტები დაიწყეს იმაზე საუბარი რომ აი ეს არ ნიშნავს არაფერს იმიტომ რომ დაინახეთ როგორი სახე ქონდა ელჩს და რაღაცა 3 მეტრით აქეთ იდგა და მეტრანახევრით არა და რაღაც ეგეთი სულელეები რა ანუ ფაქტი არის ის რომ შეხვდა და ბევრამეს ნიშნავს მაგრამ ადამიანი რომ მოგუშული არის ეგრავი დიპლომატიური ჟესტი არ არის რავი შეიძლება დაღლილი იყო დიპლომატიური ჟესტი შეიძლება იყოს რომ მართლა შორს დაჯდეს ეგ ბაზარი არ არის შეიძლება ხელი არ ჩამოართვას ან თუ ჩამოართვეს რაღაცა ძალიან მოუჭირდეს რა გაგახსენდა შორს დაჯდეზე გამახსენდა პუტინი რო შეხვდა გახსოვს კოვიდი რო იყო და გრძელი მიმები რო კეთებოდა ხოლმე კი აქ თავში რო პუტინი იჯდა და იქ ბოლოში ვიღაცა თუ მიპოვეთ ეგეთ სამოვანად იხალისებს ხალხი ხო ეგ დიპლომატიური ჟესტი არ იყო მაგრამ ანუ ყოველ შემთხვევაში რაღაც ეგეთ შეიძლება რომ მომხდარიყო რა ხო ანუ არ ვიცი უკვე იმდენი რაღაცის გაკეთება მინდა ამარხზე მაგრამ ვერ ვასწრებთ ანუ ეს საერთაშორისო ურთიერთობების ტაქტიკები მოლაპარაკებების ის გადასაღებია უბრალოდ ყველაფერს ერთად თავს ვერ უყრით სამწუხაროდ დრო არ არის მაგის მაგრამ დრო და დრო ყველაფერი იქნება და რაც ჩვენ ვიცით მაგას გადმოგცემთ თავიდან ბოლომდე სად ვიყავით მოლაპარაკებებს აქ თქვათ ის ძრახან არხი ახსენე რომ ვისაც გამოწერილი აქვს გამოიწერონ ხო აუცილებლად გამოიწერეთ ძალიან დაგვეხმარება იქ მართლა არხის განვითარებაში აი ვეჭიდებით ბოლო რამდენიმე ხანია რომ 500 გამომწერზე ავიდეთ რაღაცნაირად და დაალაიქეთ და დააკომენტარეთ თუ არ დაგეზარებათ ესეც
იმიტომ რომ ეს მინიმუმ გამოიწერეთ. ჩემი გულის გასახარებლად არ არის მართლა ეს არის იმისთვის რომ ბევრმა ადამიანმა ნახოს ეს ვიდეო და თუ თქვენ მოგწონთ მაშინ დიდი ალბათობით იარსებებს ადამიანი ვისაც კიდე მოეწონება და უბრალოდ ვერ ნახულობს იმიტომ რომ თქვენ არ უგდებთ რეკომენდაციას და რატომ აკლებთ ადამიანს აი სიამოვნებას. ძალიან თავში აგვივარდა კი ბატონო. აი მოდი მაშინ დავიწყოთ ახლა საუბარი იმაზეც რა ქვია ფონდების თემაზე რაც წერან ვახსენე. მოდი პარლამენტს დავამთავრებ რა. ხო. საბოლოო ჯამში, ანუ გახარიას კიდევ ერთი პლუს ეგ არის, რომ როგორღაც მოახერხა იმ წნეხის გაძლება. თან საკმაოდ კარგად უბრალოდ თქვა რომ არაფერს არ ვიზაო, დავრჩებიო, ხელფასს ავიღებო, მაგრამ პარლამენტში არ შევალო, მაინც ბოიკოტშია. კი, მაგაზე მეც ვიტყვი და დავასრულოთ მაგით გახარიას თემას. ხო, გახარია მოიქცა ყველაზე ჭკვიანურად რა. ფული აიღო, ესენი გამოვიდნენ, მაგრამ ვერაფერი ვერ გააკეთეს, რომ გამოვიდნენ. ვერაფერი ვერ გააკეთეს, კი არა, ფული აღარ აქვს, ნაცემა გაყიდეს ხალხო, ოფისი გაყიდეს. უი, ეგ იმას ცისკარიშვილმა იყიდა, მე მგონი. მართლა? ხო. არ ვიცი, ხა ეგ ვინ იყიდა, მაგრამ ოფისი გაყიდეს. როგორც ვიცი ცისკარიშვილ, რომელიღაც ნაცმა იყიდა რა. ხო. როგორც არა, ვიცი. ნაცების ოფისი ხა სხვა რო არავინ არ შეეხებოდა, კოცი რო არ იყიდა და ეხა შეიძლება არა, დაწყევლილია. ხო, ჯადოარიო ეთყო და კოცი ვიღაცა, რა ვიცი ეხა. ხო, რავი. ვინმე ჭონია იყიდი და ან ვიღაცა ეგეთი რა. ჭონიაც არ მოკიდებდა დაჟე მაგას ხელს მე თუ მგია. არა, იმენაში და პარტიულმა ნაცმა იყიდა. ხო, ეგ არის. ხო, გააგრძელეთ ბატონო გოგერას ამბობთ. ხო, გახარიას თემას ვამბობდი რა. რომ მართლა ობიექტურად სანასწორად მოიქცა, მაგრამ ეხლა დაიწყო ის რაზეც ჩვენ საუბრობდით აქამდე რა. რა აღწევა. რაზე და იმაზე რომ ვაიმე, ანუ გახარია არ არის ანუ პროდასავლელი პარლამენტში რომ დარჩა? გახარია რომ ხმას არ იღებს და ანუ თვითონ შიგნით დაიწყო ის დაპირისპირებები, რაზეც ჩვენ გვისაუბრია რა. რაზეც ჩვენ ვაკრიტიკებდით, რაზეც თუნდაც სხვადასხვა აქეთ დისტანცირებული პოლიტიკური პარტიები, თუნდაც აი ჩეგოს პარტია, ფედერალისტები და გირჩები, ანუ ვინც რაღაც ქოცებად მიიჩნევიან ამ პროდასავლური ღმერთებისგან. ეგენი როცა საუბრობდნენ ამ თემებზე, მაშინ როგორ შეიძლება რომ შენ იმას აკრიტიკებ, როგორ შეიძლება რომ ამას ამბობ, როგორ შეიძლება რომ იმას ამბობ და თვითონ აკეთებენ ახლა იგივეს. რაღაც მომენტში კარგიც არის ეს. დაიწყეს ერთმანეთის კრიტიკა, დაჭამონ და ერთმანეთი დებატებში დასხდნენ, ზუსტად ეგ არის. შეჭამონ ბოლომდე, რომ დარჩეს ძლიერი და ვიცოდეთ ვინ არის საქმის გამკეთებელი რეალურად. და როცა იმას ამბობენ, რომ ჩვენ დრო არ გვაქვს, იმიტომ რომ მოსაშორებელია დიქტატურა. ბიჭო, 12 წელია გავიდა და 16-იც გავა. და ვერაფერი ვერ გავაკეთეთ და აი მარჩევნებზეც თუ ისევ ეგ დაიწყეს რომ არაფერი არ გვინდა უბრალოდ უნდა მოვიშოროთ ესენი ეგრე არ იქნება ნელ-ნელა უნდა დავიწყოთ თავიდან ხო არ დავიწყეთ აი ახლა ნულიდან გვიწევს შუა გზაში უკვე სადაც უკვე პროგრესი უნდა გქონდეს ხელახლა დაწყება დავჯერეთ უნდა შევქმნათ პოლიტიკური პროცესი დიდი იმედი მაქვს რომ ჩვენი არხიც იქნება ამ პოლიტიკური პროცესის ნაწილი გვინდა დავაკავშიროთ ხალხი თუნდაც ჩვენს სტუდიაში დაჯდნენ, იდებატონ, ისაუბრონ, თუნდაც დებატი არ გვინდა, დისკუსია იყოს, რაღაც საკითხის განხილვა იყოს, რა საპირებ, რა ხედვა გაქვს, რა იდეოლოგია გაქვს, როგორ აწყობ პარტიას, ძალაუფლებას როგორ ინაწილებ, რა ხედვა გაქვს ზოგადად. ანუ ლექსიკონიდან ამოიღონ ფრაზა ახლა ამის დრო არ არის რა. ზუსტად. აი ორშაბათიდან ვარჯიშის დაწყებას ავიღე. ზუსტად რა, ოღონდ ეხა არ ვილაპარაკოთ მაგაზე. სხვა დროს ვილაპარაკოთ და გადადებ მართლა ორშაბათიდან ვარჯიშის დაწყების არ იყოს, რომ ახლა ამის დრო არ არის, ახლა იმის დრო არ არის, ამის დრო არ არის და ახლა ამის დრო არ არის შემოქმედი და ავტორი სხვათა შორის. ერთ-ერთი მთავარი აქტიურად ვინც იყენებდა მაგ ფრაზას. არის ნიკა გვარამია, რომელიც ევროვიზიის რეაქტებს დებს და იმას რა ქვია, წიგნებს ითხოვს, იმაზე რა ქვია, პოსტებში. მაგის დრო არის და იმის დრო არ არის დებატები ის. აი ეს ევროვიზია და იქ რაღაცები, ანუ კიდევ ერთხელ მოვიყვან გირჩებს ციტირებას, რომ ეს არის საკენკი, რომელსაც კენკავს ხალხი და გვერდზეა კაი საჭმელი სადაც დევს მართლა მსუყე ნარკოტიკების მაგალითად გამკაცრება კანონების ეს ეროვნული ხალატის შემოტანა იმაში რაღაც აბსურდული ცნებები და ახლა სექსუალურად გადავალთ ჩვენ ფონდების გაყინვაზე ანუ ძირითად თემებს არ ეხებიან ხო და მოდი ჩვენ არ ვიყოთ ჩვენი ოპოზიცია და შევეხოთ აი იმ ფონდების თემას ფუნდამენტურად და განვიხილოთ ფონდების თემაზე ობიექტურად სუდს ვერაფერს ვერ ვიტყვი რომ ეგ ფონდები არსებობს, იმიტომ რომ მიუხედავად პირადი სიმპათიების თუ ანტიპათიების კონკრეტული პიროვნებების მიმართ, აი ამ შემთხვევაში მაგალითად
ჩემ პოზიციას დავაფიქსირებ, რომ დიდად გულზე არ მეხატება ნანუკა ჟორჟოლიანი მაგალითად. მაგრამ, ნუ კაი გილაური თალკე თემაა კიდე, მაგრამ ობიექტურად მართლა მადლობა ეკუთვნის მაგ ადამიანს, რაც აქვს გაკეთებული. არა მარტო აქციების დროს, მაგ ფონდის ფარგლებში. იმდენ ადამიანს დახმარებია, იმდენი ადამიანის ცოცხლე გადაურჩენია მართლა. 100,000-ობით თანხა შეუგროვებია სერიოზული ოპერაციებისთვის, ხალხისთვის და რავი, მართლა სიცოცხლე გადაურჩინა ძალიან ბევრს რა, რაც ძალიან დასაფასებელია. და შესაბამისად ამ აქციების პერიოდშიც პოლიტიკური ნიშნით ამ ფონდების არსებობა მეტნაკლებად კი არა და ფაქტობრივად საჭირო იყო. როგორც მინიმუმ იმისთვის, რომ ის საკვები იქნებოდა იქ აქციაზე, აღჭურვილობა იქნებოდა რაღაცები, მომარაგება მოხდარიყო. მაგრამ რასაც ეს ფონდი ემსახურებოდა ამ შემთხვევაში, რასაც ქვია ჯარიმების გადახდა. ხო, ბოლო პერიოდში კი. იმას ვერ იტყვი, რომ ცუდი ჩანაფიქრია ბოროტი, ამ შემთხვევაში მე გირჩებისაც ვერ გავიზიარებ და არ ვიტყვი იმას, რომ ხოცებით დასაფინანსებლად შეიქმნა. შეიძლება მართლა კარგი იდეა ამოძრავებდა ანუკას ამ პერიოდში, მაგრამ თვითონ პროცესი იყო ცუდი. როდესაც შენ გამოდიხარ პროტესტზე და აპროტესტებ მთავრობას და გიწერა ჯარიმა, იცი რომ ეს ჯარიმა არის უსაფუძვლო საერთოდ. მოდი და არ გადაიხადო. ბარემ ბოლომდე გააპროტესტე. ნუ ამას მე არ უნდა ვამბობდე, იმიტომ რომ ჩემი ჯარიმაც გადაიხადეს არასამთავრობოებმა. მაგრამ მაინც არ ვეთანხმები ამას. მაშინ არ იყო ეგეთი პროტესტის ტალღაც, შენთან სხვანაირად იყო. მე რას ვეთანხმები? იცი რომ მობილიზება უნდა მოხდეს ხალხის და ერთობლივად არ გადაიხადო, ხვდები? თორე ერთმა და ორმა თუ არ გადაიხადა, აი ეგ უკვე მართლა დაღლის სისტემას. ვამბობენ რომ ჩვენ გავიმარჯვეთ, იმიტომ რომ დაიღალდნენ მოსამართლეები უსაქმურობით. ხო, ჯარიმის წერით და პოლიცია გონიათ რომ იქ მოსამართლე რომ მიდის, კითხულობს საქმეს, მერე არჩევს სხვადასხვა საქმეებს ადარებს, ეს როგორ არის, რა გადაწყვეტილება მიიღოს, როგორ ჭოფობს და წინდა ან პოლიციელები არიან ცოტანი და ვერ მიდიან სახლებში რომ ქვითარი მიუტანონ ჯარიმის. ვიმე. არა. პოლიციის სისტემას აუხსნი უცბად. გადარეგა. ამაზე რა ვთქვა? ხო და ეს შესვენებაზე რომ გადის სასამართლო თუ იცი ეგ მომენტი თუ ხარ დამყოფი სასამართლოზე. სამედნიეროდ თუ სამწუხაროდ გადარეკვაც აღარ ჭირდება რაღაცი ჭირდება. ხო, მამედ იცი რომ გაამტყუნე და ეგ არის რა. პრეცედენტი არ არის. რო 500 დარიან ჯარიმა ვინმე 100 და რა. მე რო სასამართლომ გამამტყუნა მაშინ. რა ვიცი, ჯერ ვაფშე სხვა რაღაცაზე დამიჭირეს, სხვა რაღაცაზე გამასამართლეს, სხვა რაღაცაზე მამართლებინეს თავი. მერე შემოიყვანეს პოლიციელი მოწმე, რამაც ვაფშე სხვა რაღაცა ილაპარაკა და იმაზე დამაჯარიმეს. და თავის მართლების უფლებაც არ მომცეს. ვაფშე გარწყმაში არ ვიყავი, მაგაზე თუ ვიყავი დაჭერილი. ხო, ვინც არიცით, პოლიცielis შეურაცხო იგი იყო, პოლიცielis შეურაცხყოფა იყო. 173 დაუმორჩილებლობა. ხო, დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ, ეს იყო კეკელიძეზე რო იყო გამოსახლებები. მაგ დროს ეგ ვიდეოც ხوارჭა. შენ რომ გეკაჭებია. ფოტო. აი ეს უკვე დაჭერილი. კი, ეგ ფოტო მაქვს ფოტო შორის. ის ზუსტებით თემები, კაები ჯო. ჯიშა მეცაც ვიტყვი რომ ჩემახალ ტელეფონში გადმოვიტანე. მეთქი ეს და შევიდა. ბიჭო, ქურდულ სამყაროსთან კავშირის გამო არ დამიჭირონ მე. ზუსტებით დაუბრალოდ შემოგტენო ხო თუ დაჭირდათ. მოკლედ ფონდების თემა რო გავაგრძელოთ. ხო, ეს ზუსტები არ მახატია ზოგადად ფოტოშოპით ჩასვეს. მე მივახატე. ფონდების თემა რო გავაგრძელოთ, ასე თუ ისე საბოლოო ჯამში ჯარიმების იქეთაც შეიძლება ჯარიმების პოლიტიკას არ ვეთანხმებით და ვამბობთ რომ რაც მასობრივი და უმორჩილებლობა უნდა გამოაცხადოს ხალხმა და არ გადაიხადოს ჯარიმები, მაგრამ ჯარიმების იქით ძალიან ბევრი კაი რამე არის გაკეთებული ამ ფონდებს და აბსოლუტურად უსაფუძვლოდ ახლა რა თქმა უნდა პოლიტიკური ნიშნით რომ ეს მუხტი ჩააცხრონა რაღაცა სუბიექტურად არარეალური მიზეზების გამო დააყადაღეს ეს ფონდები და აი წეღანში ვხვდენ ანუკა ჟორჟოლიანის პოსტი მაგალითად რომ ახლახანს უნდა გადმოიყვანა ერთ-ერთი მძიმე პაციენტი რეანიმობილით თუ სწორად მახსოვს და არ ვცდები მოკლედ ძალიან
დიდი თანხას ძალიან კარგი საქმისთვის მასშებოდა, რა ქვია, ამზადებდა და ქონდა კიდეც ფონდში, მაგრამ გაიყინა ანგარიშები და ვიღაც ადამიანი აბსოლუტურად ძალიან ისე დაიჭრა. შეიძლება სიცოცხლე დაიკარგოს კიდევაც ამის ხო, გამო. მაგას ვამბობ რა, ანუ აი ესე ეგ არის სამწუხარო ამ ამბავში. ხო და ანუ მიზეზი რა იყო? ვინ იყო ეგ თორნიკე რა გვარია? თორნიკე არა, ვატო შაქარიშვილი. ხო, ვატო შაქარიშვილი არის, ვინც არიცით, ყოფილი კოცი და ახლანდელიც კოცი, მაგრამ აი ხალხის ძალასავით არის მოკლედ რა. ხალხის ძალაზე მეორე ხარისხოვანი პარტია რა. მარტეს არის მოძრაობა არის რაღაც ერთიანი ნეიტრალური საქართველოს მგონი ეგრე ქვია. ეგ ნანა კაკაბაძე და ეს ცნობილი ოდესური ფიგურები შეიკრიბნენ ერთად და ამ ვატო შაქარიშვილმა პროკურატურას მიმართა, რომ ესენი რაღაცა რევოლუციის მოწყობის მცდელობისთვის თანხებს ხარჯავენ ისეს რაღაცა და პროკურატურამ უიმევა მოეხაო მოგბარდესო და რევოლუცია რო იყოს წარმოიდგინეთ. რამდენი ხანი გავიდა? რამდენი დღე? მე რამდენი დღე ახერხეს ხო? 100-ზე მეტია უკვე გასული. 120 ამდენი ხანი რა რევოლუცია ვერ მოესწრებოდა. რევოლუცია კი არა, ახალი ქვეყანა აშენდებოდა ჩვეულებრივად. რევოლუცია რო ვინმეს უნდოდეს. ვინეს უნდოდეს არა, შეიძლება უნდოდეს არა, ხო. შეეძლოს. აი ვის შეუძლია? აი ის. ანუ ნანუკამთო რევოლუცია და აფინანსა და რაღაცა ისა, რა ქვია კიდე ბაჩიაშვილი. ტიპი მილიარდერია და 30000 გადმორიცხა პროსა ფონდში. აი მე 20 თეთრი ჩავრიცხო დაახლოებით ეგეთი რაღაცა არის. თუ რიცხავ რა ვიცი, მე მილიონს გადავრიცხავ, თუ ჩანვარ და რაღაცა, აი მილიონი და სახელმწიფო მოხვეჭილი იქნება რაღაცა თან და რა ძალიან მაგარია მილიონს რო რიცხავ რა სიძახიან. 100000 მაინც. ხო, ვაკლოთ ერთი ნომერი რა. მოკლედ ფონდების თემაზეც რა ვიცი ხო მეტი აღარ ხო, ანუ შეიძლება იმედი მაქვს სამწუხარო ამბავია. რაღაცა შეიცვლება მაგათ წილში და სამართლიანობას მივაღწევ. და ამის გამო მე მგონი კოცები უფრო მეტ იმას მიიღებენ. ჰეიტს, ზიცხს. უფრო მეტ დარტყმას. შეიძლება მუხტი აწიოს მაგან რაღაც დოსით რა, არა მგონია. მაინც კიდე უფრო რაღაც სისულელე უნდა გააკეთო რომ მუხტი აიწიოს. კოცებს კი ევასებათ ეს მუხტის აწევა ხოლმე რომ მინელდება. არ ვიცი. ხარ ამის მოიფიქრებენ კიდე არის ნერვიულო შენ მაგაზე. რაღაც ახალ რაღაცას გიჟეს გააკეთებენ. რა უნდა ქნა მეტი, ანუ მონარქია გამოაცხადონ და ბიზნესა მეფედ დასვა? არა, გაგიკვირდება? არა. ხო, არც მე. ხო და რო არ გამიკვირდება მაგას ვამბობ, ეგეც ვქნა, ანუ კვებს სიმორჩა. კოცები გამოვლენ და იტყვიან რომ კი, უნდა იყოს ბიზნესა მეფე. ანუ რატო არა ხო? ისეთი ამომრჩეველი ყავს კოცებს დღეს. დაიწყებენ, გაправებას დაიწყებენ, მე ხო გეუბნები ადრეც მე. შეიძლება ბაგრატიონებთან ის ამოუჩხრიკონ რაღაც გენეტიკური კავშირი. რა, გიგეთყვი? არის უკვე გენეტიკური კავშირი. ყაველაშვილის ცოლი არის ბაგრატიონი. პირველი ლედი ყავს ბაგრატიონი. ყაველაშვილი რა შოშია. ანუ ყაველაშვილი კოცები რაღაცა მე. ბავშვ მომნათლავს რა. რაღაცას გამხო რა, ანუ ბერაშვილს გამეფებენ და მანამდე ბიძინა მართავს და მე სულწოვანი გახდება. ბიჭო, ის ჩვენი გახსოვს ერთი ეპიზოდი ხსნიდით იმას. დისკუსია ჰქონდა, რატო აიჩეს ყაველაშვილი რა? ხო არ საიდან მოსული ტიპი იყო. თვითონ ყაველაშვილს კი გაუკვირდა რა. რომ მე პრეზიდენტი რაღაცა რა და შეიძლება რაღაცაებად მონარქიის აღდგენას ჩაიჭრა და ბაგრატიონებთან გაჭრეს ეს და ხაზი რა. რა მაგის ცოლი ბაგრატიონი რაღაცა მთელი ამბავი. ეგრო იყოს მიზანი გადავირე. და რაღაცა მე რო გადავიდე. ანუ ისეთი მართლა აბსურდის თეატრი ხდება საქართველოში, რომ სიცილიის მეტი აღარაფერი აღარ დაგვრჩენია. ანუ და ვიტიროთ, ანუ და ვიცინოთ და სანამ მართლა სატიპად გაგვიხდება საქმე, მოვასწროთ სიცილია. სანამ შეგვიძლია. რა ვიცი, კიდევ რას უნდა შევხებოდით? მგონი რა ვიცი, ისეც არაფერი შეგვიძლია უკვე დასასრულისკენ წავიდეთ და ხო, რა ვიცი. ალბათ. მგონი რაღაც გამოგჩა, მაგრამ ეგ არაფერი. მგონი, ხო, რა ვიცი, კიდევ ბევრი ეპიზოდი გვექნება და ვისაუბროთ სხვადასხვა თემებზე. დღეს დავასრულოთ, მოდი მაშინ. დავასრულოთ. და რა ვიცი, შევხვდებით. პატარა ბოლო თქმას ვიწყვი, რომ ქვეყანა ნელ-ნელა მიდის რეგრესისკენ, რა პროგრესიც კი ოდესმე მოგვიპოვებია ჯაფით და სისხლით, მათ შორის ჩვენი ჯარისკაცების სისხლითაც. ყველაფერი მიდის უკან და რა ვიცი, ხალხის დაზომბება უკვე არანორმალური მასშტაბით იზრდება, უკვე ისეთი რაღაცების ჯერათ აღარ ვიცი, უკვე მომავალში რაღაც იტყვიან, იმიტომ რომ კოცები რასაც ამბობენ, ყველაფრის ჯერათ, ან თავს ისულელებენ და ჩვენც უნდათ რომ დაგვეჯერონ, არ ვიცი. ასე რომ მეგობრებო, იაზროვნეთ,
იაზრონეთ არა მარტო ერთი კუთხით, ძალიან ბევრი რაღაცა უნდა გაითვალისწინოთ, როცა რაღაცაზე ხო, ფიქრობთ. ნუ აზროვნებაც ხო ეგ არის რა, სწორხაზოვნებას გამორიცხავს, რომ ყველა ვერსიაზე რაღაცა. ერთ TikTok ვიდეოში ვთქვი ასეთი რაღაცა, რომ ზოგადად ქართველი ადამიანი ფიქრს ანდომებს 2-3 წამს. მაგის მერე მიენდობა უკვე ემოციებს და ემოციებით რაღაცა ბედისწერა არის, იმენა ემოციებს რა, ანუ თავის ცხოველურ ბუნებას გამოუშვებს და თავს მიანდობს ბოლომდე. ხო და ადამიანები მაგიტო ვართ და ეს გამოგვარჩევს სხვა ცხოველებისგან მხოლოდ და მხოლოდ რომ შეგვიძლია აზროვნება. თან ეს მხოლოდ და მხოლოდ იმდენად ბევრს ნიშნავს, რომ ძალიან გამოგვარჩევს. ამიტომაც გამოვიყენოთ ეს უფლისგან მომადლებული ნიჭი თუ რაც არის შესაძლებლობა და ვიაზროვნოთ, რთული არ არის. საბაზრო დონეზე მაინც. აბა ნახვამდის, კარგად და მომავალ შეხვედრამდე.